საბოლოოდ უნდა გადავწყვიტოთ ბარაბას გზა თუ ქრისტეს გზა. ჩვენ მათ ქრისტიანები, ჩვენ მათ მართალი ხალხი, ჩვენ მათ ამხსეობები და ახსილი ადამიანები, რომელთა გზა არის ქრისტეს გზა, შენების გზა, სიყვარულის გზა, მარადიული ნათების გზა. თითოეულ თქვენთაგანში არის ძალა, აფეთქების ძალა, რომ შური იზიოთ იმ ბოროტებაზე, რომელსაც ერქვა ადამიანის დამარცხება, რომელსაც ერქვა სინდისის დამარცხება, სიყვარულის დამარცხება, მაგრამ ჩვენი შურიზება იქნება თუთქმეთში ამოვხაზავთ 41-ს. მიყვარხართ ყველანი ჩვენ ახლოს ვართ გამარჯვებასთან. ძალიან დიდი მადლობა, ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ. ჩვენ ერთად ვიბრძვით დღეს, ჩვენ ერთად ვიბრძვით რათა 2 დღეში 15 ივნისს ქართული ოცნება საბოლოოდ მოვიდეს ხელისუფლებაში, ჩვენ გავიმარჯვოთ და ამის შემდეგ დაიწყება ყველაზე დიდი გამარჯვებები. დაიწყება ჩვენი ქვეყნის შენება, ჩვენი რაიონის შენება, ჩვენი ქალაქის შენება. გენაცვალეთ თქვენ. ჩვენ ერთად ვართ, ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ, ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა, უკან დავტოვოთ ძალიან მძიმე წარსული, რომელიც ყველამ ერთად გავიარეთ და დრო დადგა ჟამი ერთობის, დადგა ჟამი სიყვარულის, დადგა ჟამის უფლისკენ და სამშობლოს სიყვარულით გამთლიანებისკენ, ძლიერებისკენ, ამშენებლობისკენ სვლის. თქვენ გაგიმარჯვოთ, გავმარჯვოს ქართულ ოცნებას. მე ხშირად ვიმეორებ, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ეს 2 დღეში დადგება ნანატრის შედეგი. დიდი მადლობა ყველა თქვენთაგანს. 45 დღის განმავლობაში, 2 თვის განმავლობაში რომ გაუძელით ამ მარათონს და ღირსეულად შევცვლით ჩვენს მომავალს. თქვენთან ერთად, ჩვენ ერთად ავაშენებთ უკეთეს ზუგდიდს. დიდი მადლობა ყველა თქვენთაგანს. ძალიან მიყვარხარ. ვერთი გვარავდით, გაიხარეთ. მე და ჩემს ამოჩევლებს ვთქვა, რომ გამარჯვებამდე დარჩა სულ 2 დღე. თითოეულ ზუგდიდელს დიდ მადლობას ვუხდი ვეჭით გომისთვის. წარმატებებს ვუსურვებ 15 ივნისს ჩემს გუნდს, ჩვენს კანდიდატებს და ჩვენ 15-ში ერთად გავიმარჯვებთ. ჩვენ მუდავად გავიმარჯვებთ. ამაზე 200 არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ 7 კანდიდატია დარჩენილი სხვადასხვა პარტიებიდან. გავიმარჯვებთ და ვიზრუნებთ სხვადასხვა. დარწმუნებული ხართ ბატონო გამარჯვებთ. ყველა ერთად გავიმარჯვებთ.